როცა ვლაპარაკობთ ჭარბ წონაზე და ასევე ვლაპარაკობთ კვებით დამოკიდებულებაზე, როგორც სიმპტომზე, ფსიქიკურ სიმპტომზე. ეს ყოველთვის მოდის ბავშვობიდან, ყოველთვის. და მე შემიძლია ძალიან ესეთი უტრირებული მარტივი მაგალითები მოვიყვანო. მაგალითისთვის პირველი, როდესაც ჩვენ გვეუბნებიან უფროსი თაობა, მაშინ ჩემი ბავშვობის პერიოდში გვეუბნებიან ჩამეხუტე და კამფეთს მოგცემ. ეს არ გააკეთო და ეგ ტორტზე დაგპატიჟებ, ან საჭმელს გაჭმევ, დედიკოს ხათრით შეჭამე და აი დედიკოს სიყვარულით გააკეთა და ეს შეჭამე, არიტირო და ნაყინი გექნება. ეს ყველაფერი არის საფუძველი, ერთ-ერთი საფუძველი, რომ შემდგომში გავითარდეს როგორც ჭარბი წონა, ისე დამოკიდებულება. რატომ? იმიტომ რომ ყველა აქტი პოზიტიური აქტი, ჩახუტება, სიყვარული, რაღაცის გაკეთება, რაღაცის ჯილდოს მიღება, დაკავშირებულია კვებით აქტთან. და თუ მე ეს არა მაქვს, ობიექტურ რეალობაში არა მაქვს, ან ჩემს წარმოსხახვაში ისე არა მაქვს, როგორც მე მინდა, ერთადერთი გზა სამწუხაროდ მრჩება გავიქცე კვებაში, იმიტომ რომ ის არ მეტყვის უარს. ის თითქოს და მომცემს იმას, რაც მე მინდა. ეს არის ილუზია, თუმცა ამას ვახორციელებთ. ეს არის გაქცევა რეალობისგან, გაქცევა საკუთარი თავისგან, არაფრის კეთების სურვილი. იმიტომ რომ აქ ეს არის კომფორტის ზონა. ცუდი, კარგი, მაგრამ კომფორტის ზონა.